ფრონტზე და ძალიან აქტიურად დაიწყო მოვლენების განვითარება. კურსკის მიმართულებაზე, რომელიც გახსოვთ, რომ აგვისტოში მოხდა უკრაინელების შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე, შესვლა მოხდა ეფექტურად, დაიღეს მაგ დაახლოებით 1200 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია, ეს არის დაახლოებით ბორჯომის რაიონი რო წარმოვიდგინოთ, მაგოდენობის ტერიტორია აიღეს, თან აიღეს საკმაოდ სწრაფად, რამდენიმე კვირაში, აქ მასშტაბზე გავიდნენ, 2-3 კვირაში თუ არ ვცდები. როგორც მახსოვს და ამის შემდეგ რუსები ცდილობდნენ აქტიურად უკან შეევიწროებინათ და ნელ-ნელა ამ თვეების განმავლობაში შეამცირეს უკრაინელების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მოცულობა ჯერ 500 კვადრატულ კილომეტრზე დაიყვანეს, მერე ბოლოს იყო დაახლოებით 400-მდე, 400 კვადრატული კილომეტრი იყო დაახლოებით 1 კვირის წინ. და ვახსოვს ხა ეს ამასთან არის დაკავშირებული, არ არის ამასთან ეგ ზუსტად არ არის ცნობილი, ამერიკამ გამოუცხადა 1 კვირის წინ რომ სადაზვერო ინფორმაციას აღარ მოგაწვდით და უკრაინელებს ჩაუხსნეს თავისი სადაზვერო ინფორმაციის მიწოდება ამერიკელებმა ტრამპმა გადაწყვიტეს. ზოგიერთი უკრაინელი აგასაც აბრალებს, რომ სათანადო და რა მოხდა, აი როგორ განვითარდა ეხა მოვლენები? ეხლა ეკრანზე გამოვიტანოთ, მოდით აი რუკა შეიძლება. რუკაზე აი აგერ ხედავთ ეს პატარა მონაკვეთი, სადაც კურსორი თვალჩვენებ, ეს არის აი ეს კურსკის ტერიტორია, ბევრად დიდი იყო, მაგრამ ეხლა რაც დარჩენილია, ეს არის კურსკის ტერიტორია, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებდნენ და აი აქ ეხლა ხედავთ შავი და ეს მუქი წითელი ფერით მონიშნული მონაკვეთები რაც არის, ეს არის ტერიტორია, რომელიც ბოლო 1 კვირის განმავლობაში რუსებმა დაიკავეს. ერთ-ერთ და ჭირდა ფლიანად. ხო. კი, ყველაფერი კარგად არის. არა, თავ გაიმეორე? კი ბატონო. და ეს არის ტერიტორიები, რომლებიც აიღეს რუსებმა ბოლო 1 კვირის განმავლობაში. ისიც მომაშორე. განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღეა ინტენსიური წინსვლები მიდის, ანუ რამდენიმე დღის წინ აი შესვლა მოხდა აი სამხრეთით, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან შეჭრები მოხდა იმისთვის, რომ ერთადერთი მიმავალი საკომუნიკაციო გზა მომარაგებისთვის ამ ტერიტორიის გადაეჭრათ და გადაჭრა ახლა პირდაპირ სულად ვერ მოახერხეს, მაგრამ საცეცხლე კონტროლი FPV დრონებით და артиლერიით ამ გზაზე აიღეს. ანუ ამ გზაზე გადაადგილება და რამის დიდი ოდენობით გადატანა უკიდურესად პრობლემური გახდა ანადგურებდა. წინა გადაცემაში ამას რო ვარჩევდით, აი ზუსტად ეგ მომენტი იყო და ვაჩვენებდით, რომ ეს გზა გახდა ფაქტიურად აი გზა ჯოჯოხეთში რაღაცა ეგეთ ტერმინებს იყენებდა, იმიტომ რომ სულ დამწვარი ტექნიკის, ასე ვთქვათ, ნარჩენები არის გზის ორივე მხარეს. ისე რომ გამოიტანოთ შეიძლება. რუკა გამოიტანეთ, ანუ წინა გადაცემაში აი ეს მონაკვეთები ჩრდილოეთით რაც შავად რაც არის კონტური, ეს არის აღებული რუსების მიერ. აიღეს აი ეს ტერიტორია სამხრეთით და გზის გადაჭრის პროცესი დაიწყეს. ეს იყო ფაქტობრივად ორ დღეში მოხდა შემდეგი მოვლენები. აი მოდი რომ აუხსნა რა, როგორი ოპერაცია ჩაატარეს რუსებმა. სადღაც აი მე მგონი მარტინოვკას მიმართულებიდან იყო ის მილი, ხო გიორგი? კი, დაახლოებით აი ესე მოდიოდა. აი ჩრდილოეთიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით აი გადის გაზსადენი, რომლითაც რუსეთიდან უკრაინის გავლით ევროპას მიეწოდებოდა ბუნებრივი აირი და მერე უკრაინელებმა ეგ ტრანზიტი შეაჩერეს, ანუ იყო ცარიელი გაზის მილი. ამ მილში რუსებმა დაახლოებით 800 კაცამდე როგორც თვითონ ამბობენ, შეიძლება ხა მეტი ნაკლები მაგაზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ ამ მილით გადაისროლეს ფაქტურად ბატალიონის რაოდენობის ხალხი, რომლებიც უკრაინელების პოზიციების ზურგში ამოვიდნენ და ამ ოპერაციამ ფაქტურად ეს ამ ოპერაციით დაიწყო უკრაინელების თავდაცვითი ხაზის კოლაფსი, იმიტომ რომ ზურგში ხა ამ ხელდაჯგუფება რო შემოვიდა, ამის პარალელურად ყველა მხრიდან დაიწყეს რუსებმა შეტევა და ეხლა ამ მომენტისთვის არის ეგეთი სიტუაცია, რომ მთელი რიგი ჩრდილოეთის გამაგრებული პუნქტები, რომელსაც თვეების მანძილზე ცდილობდნენ რუსები, რომ შტურმით აეღოთ, ყველა დაკარგულია და ეხლა უშუალოდ
ქალაქი სუჯას მიმდებარე ტერიტორიაზე მიდის უკვე საბრძოლო მოქმედებები და თვითონ ქალაქიც როგორც თქვით უკვე აი ერთადერთი მომარაგების გზის საცეცხლე კონტროლის გამო არის იზოლირებული. უშუალოდ სუჯაში აი ცოტა კიდე რომ გავადიდოთ, ეს ქალაქი სუჯაც არის აი მდინარეზე განლაგებული და რუსებმა მოახდინეს ამ მდინარეზე არსებული ხიდების აფეთქება, ანუ შიდა, ასე ვთქვათ, ლოჯისტიკას დაურღვიეს უკრაინელებს და ფაქტიურად ის ძალები, რომლებიც ახლა აი ამ პატარა პლაცდარმზე დარჩენილი ყავთ უკრაინელებს, ან დროზე უნდა გაიყვანონ, ან ტყუილად იხოცებიან. ფაქტიურად აი ჩრდილოეთშიც მთელ რიგ დასახლებულ პუნქტებში ბევრი ტყვეთ ჩავარდა, ბევრის უბრალოდ ლიკვიდაცია მოხდა, იმიტომ რომ მთელი რიგი დანაყოფები, რომლებსაც აი მაგალითად მალაია ლოკნიას ტერიტორიაზე ან დაუშვათ აი ლოკნია ეგ არის კოსტიცა აი აქ ეჭირათ ჯერ კიდე ანუ თავისი პოზიციები უკრაინელებს, როცა ზურგში უკვე აი აქ შემოსული იყო რუსების ეს მილიდან გამოსული ეს დესანტი და მათი დიდი ნაწილი უბრალოდ ფიზიკურად ვერ გამოაღწიეს. სხვათა შორის მაგ მილის ოპერაციასთან დაკავშირებით უკრაინული წყაროებმა დაიწყეს გავრცელება, მათ შორის რაღაც კადრები დაიდო, რომ ეს ხალხი ყველა გამანადგურდა, თუმცა იმ კადრებში არ ჩანდა, რომ ყველა ხალხი ვინ განადგურდა არ ჩანდა, არაფერი არ ჩანდა. და რუსებმა დადეს მერე კადრები, ეგ ვინც ეგ ოპერაცია ჩაატარა, მერე უკან გამოსულები, რომლებაც იქიდან ვიდეოები გამოიტანეს და თუ ყველა გაანადგურეს, ეგ ვიდეოები გამოიტანა, ცოტა გაურკვეველი. მათ შორის საუბარი დაიწყო უკრაინულ მედია სივრცეში, რომ თითქოს ეს იყო რაღაცა სულელური ჩავარდნილი ოპერაცია, აი სინამდვილეში ოპერაციაში რა შედეგი მოყვა, აი ისე რომ დავაბრუნოთ, აი წარმოიდგინეთ, აი აქ იყო თლიანად უკრაინელები იდგენ, აი აქ წარმოიდგინეთ. შავი კონტური რაც არის ეგ უკრაინის. ეს თითელი კონტურიც იყო თლიანად, აი ეს მონაკვეთი იყო უკრაინული ძალები იდგენ, უცებ მილით ფარულად ზურგში ამოდიან. როგორც უსებიან 800 კაცი. და იწყებს სხვადასხვა მიმართულებით შეტევით მოქმედებებს და ფრონტი გეშლება რა. აქ ამის აღმოსავლეთით ყოფმა ძალებმა და ჩრდილოეთით ყოფ ძალებში უკვე პანიკა დაიწყო, ზურგში ვიღაცები გაჩნდნენ, თან საკმაოდ დიდი რაოდენობით. პარალელურად ამ პანიკურ განწყობებს რუსებმა დაუმატეს დიდი ოდენობით ძალები შტურმი ყველა მიმართულებიდან და ფაქტიურად 2 დღეში გაარღვიეს მთელი პლაცდარმის ნახევარზე მეტი, რაც მაგ მომენტში ეკავათ, გადაჭრა მოახერხეს, როგორც დასახლებული პუნქტებით დათვლი, რომელიც პოტენციურად თავდაცვითი ზღუდეები იყო, რავი, უდიდესი ნაწილი აიღეს. გადაჭრა მოახერხეს, როგორც რუსები ამბობენ, ბევრი უკრაინული ძალების და ისინი ალყაში მოხვდნენ, ნაწილი გაანადგურეს, ნაწილი ტყვე დაიყვანეს, ნაწილი გაიფანტა და იქ ახლა ზოგი ტყეში შევიდა, ზოგი სადაც მიიმალა, ამ დიდ ტერიტორია იქ შეიძლება ყველა ვერ დაიჭირო, მაგრამ ტექნიკა რომელიც მათ ეკავათ, ამ ტექნიკის გამოყვანა, ნუ პრაქტიკულად განადგურება ხელში ჩაგდება მოხდა, მათ შორის კადრი იყო აბრამსი რუსებს. შესაბამისად, აქაც ახლა ეს რაც დარჩა, ზურამ რაც თქვა, ეს სუჯა მთავარი საყრდენი ქალაქი რაც არის აქ ამის ნაწილი ხიდებია განადგურებული, ამის იქითაც კომუნიკაციები, რა ხიდებიც არის დარჩენილი, ყველა განადგურებულია, ან ეს ერთადერთი გზა არის საცეცხლე კონტროლის ქვეშ. აქედან ტექნიკის გამოყვანა იქნება, ნუ მათი დიდი ნაწილი, რასაც სცდიან გამოყვანას და კოლონების კადრები იდებოდა, როგორ კოლონები სუჯას შიგნით მაგალითად საკმაოდ დიდი კოლონა გავაკეთეს. ანუ ფაქტიურად დღეების ალბათ მე მგონი გამოიყვანენ უკრაინელები თლიანად აზრი აღარ. და აი მოდი ახლა უკვე დავაბრუნოთ კადრი ისე სტუდიაში და მე შემოვიტან ეგეთ თემას, აი ხო ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ არა თლად ბრძოლის ველზე ეგრე არ არის, ვიღაც დაგვეთანხმება, ვიღაც არ დაგვეთანხმება, ნუ მაგ შედეგებით მეტაკლებად ჩანს, რომ სწორ ანალიზს ვაკეთებთ, მაგრამ მან სხვა კითხვა არის. მთელი კურსკის ოპერაცია, ზელენსკიმ როცა წავიდა ეგ ოპერაცია, ახსნა შემდეგნაირად, რომ ჩვენ მაგ ტერიტორიას მერე სხვა უკრაინულ მიწაში გავცვლის. და აი რო ეკითხებოდნენ, რომ იქ დონბასში უკრაინული მიწა იკარგება და აქ რატო იხარჯება
ჩვენი ჯარი, მაგაზე პასუხი იყო, რომ ამ კურსკის მიწას მე რუსებს გაუცვლით დონბასის იმაში. აი ხა მან რა ხდება? ჩემი აზრით, მან უკრაინელებმა დაუშვეს მე რამდენჯერ უკვე ის შეცდომა, როდესაც საკუთარი პროპაგანდის და პოლიტიკური გარკვეული ნარატივის ტყვეობაში აღმოჩნდნენ და აი სამხედრო გადაწყვეტილებების ლოგიკით კი არ ხემძღვანელობდნენ, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების. ეს ბევრჯერ მოუვიდათ მათ, აი რამოდენიმეჯერ მოხდა, აი ბახმუთში მოხდა, ხო, მაგალითად ეგეთი შემთხვევა, როდესაც ერთი საარმიო კორპუსი უკრაინელებმა დაწვეს ბახმუთში. ერთი საკუთარი ერთი საარმიო კორპუსი რაზე დაწვეს, რომ ბახმუთი არ უნდა დაიკარგოს და როდესაც მათთვის უკვე არამომგებიანი კონფიგურაციაში აღმოჩნდა. ფაქტურად ალყაში. ხო, პრაქტიკულად ალყაში რო აღმოჩნდა, აი მაინც ჯარებს უშვებდნენ, აი ეგეთი შემთხვევებიც ყოფილა მაგალითად. ვიღაც ერთი უკრაინელი ის თვითონ სამხედროა ყვებოდა, რომ აი მაგალითად ოშაბათს ქუჩაში ვიღაც ტიპი აიყვანეს და 4 შაბათს უკვე მოკვდა ბახმუთში. ანუ არც წვრთნა, არც მომზადება უბრალოდ 4 შაბათს ქუჩაში სადღაც აიყვანეს და 4 შაბათს ბახმუთში მოკვდა. ანუ აი ეგ უკრაინულ ხელისუფლებას აი ეგ ახასიათებდა, რომ აი რაღაც პროპაგანდა ხო იხატება და აი პროპაგანდას უნდა მოარგონ სამხედრო რეალობას. ანუ პოლიტიკურ ამოცანებს ეწირება სამხედრო ლოგიკა. იქით უნდა იყოს სინამდვილეში სამხედრო ამოცანას უნდა ერგებოდეს პოლიტიკური და პროპაგანდაც უნდა ერგებოდეს. ანუ თუ საიდანღაც ჯარი გამოსაყვანი ყავს, არ გამომყავს, იმიტომ რომ ვაიმე ცუდი კარწინკა დაიდება ტელევიზორში ეგრე კი არა, იმ ტელევიზორმა უნდა აუხსნას, რატო გამოვყავს ეს ჯარი. ხო და უყურე კურსკის შემთხვევაში ჩემი აზრით აი ეს აგვისტოში, როდესაც ეს თავიდან მართლა წარმატებით განხორციელდა, ეს საკმაოდ მოულოდნელი იყო რუსებისთვის და დაახლოებით 1200 კვადრატული კილომეტრი იქნა დაკავებული. მაგრამ როგორც კი უკვე დაახლოებით მეორე კვირას უკვე გასაგები იყო, რომ ის პლაცდარმი გაიჭედა. ანუ რაღაც მსხვილი, ვერც ერთი მსხვილი დასახლებული პუნქტი ვერ აიღეს, ვერც იმას მიუახლოვდნენ, აი ატომურ სადგურს კურსკის და ჩემი აზრით, მანდ უკვე გასაგები იყო, რომ აი ეს ამ პლაცდარმის შენარჩუნება საბრძოლო იმის სამხედრო თვალსაზრისით არ იქნებოდა გამართლებული. აი მაქსიმუმ ერთი თვე რო გაგრძელებულიყო ეგ ყველაფერი. უკან გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ აი წარმატებული რეიდი განვახორციელეთ, მოწინააღმდეგის მივაყენეთ ესე თქვათ რეპუტაციული დანაკარგები, მაგისი ძალების ნაწილი აქეთ გადმოვისროლეთ და გავედით უკან, ეგ იქნებოდა კარგად დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია. კარგად დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია, რომელიც იმ შედეგს აჩვენებდა, რომ აგერ რუსეთის ტერიტორიაზე შეგვიძლია შეჭრა და დაუბრკოლებლად გამოსვლა და პლუს ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის. როგორც კი უკრაინელები მან ჩარჩნენ აი ამ კურსკის პლაცდარმში, ძალიან დრამატულად შეიცვალა ვითარება დონბასში. აი კურსკის ოპერაციის პარალელურად დაიწყო უგლედარის, აი მთელი უგლედარი, ველეკა, ნოვოსიოლოვკა და პოკროვსკი, ავდეევკა, მთელი ეს პლაცდარმი ჩამოეშალათ, იმიტომ რომ რეზერვები იქ არ ყოფნიდათ. კი ბატონო. და აქ თან ელიტური ნაწილები იყავდათ გადასროლი იგივე შეიარაღების ხარისხი. შენ რო ამბობდი ხა აბრამსი ჩაიგდეს რუსებმა ხელში, ანუ აბრამსებს აძლევენ ყველაზე ისეთ ბრიგადებს. ნაწილებს და თან აქ ეხლა თქვენ ხო უყურებდით აი რუკაზე, შეგვიძლია კიდე აჩვენოთ ეს რაღაცა შეჭრილი პლაცდარმი რუსეთის სიღრმეში, ხო? ის პრობლემა დგას, რომ აქ შენ უნდა მოამარაგო და გარკვეული ჰაერის მხრიდან თავდაცვა უნდა უზრუნველყო, ანუ ახლოს უნდა მოზიდო ამ პლაცდარმთან საჰაერო თავდაცვა, იმიტომ რომ უკვე რუსეთის წიაღში შევიდა ეს დასაცავი ნაწილები და საზღვართან ახლოს მოსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა დარტყმის ობიექტი ხდებოდა და მათ შორის ამის მომარაგება, ამას ნაკლები დაცვა აქვს ახლა შენი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით, ვიდრე თქვა შენ სიღრმეში არსებულ ნაწილებს და ამიტომ დიდ ტექნიკურ დანაკარგს იღებდა უკრაინული მხარე, ძალიან უხვად იდებოდა კურსკიდან განადგურებული უკრაინული ტექნიკის კადრები. მათ შორის აი ლოჯისტიკა რო ახსნათ რა, აქ არის
კონკრეტული რაღაცა გრუნტის გზა, რომლითაც აი რაღაცა პიკაპებით და ასე შემდეგ ეზიდები უზარმაზარი რაოდენობის ტვირთებს, ხო? აი როგორც წინა გადაცემაში ვთნიდი, ანუ ადამიანმა რო იომოს ეფექტურად დღეში რაღაც ერთი 50 კილოგრამის რაოდენობის ტვირთი, ანუ წყალი, საჭმელი, ტყვია-წამალი, მედიკამენტები და ასე შემდეგ კაცზე ჭირდება, ანუ დიდი ნაკადია. აი ახლა რო გადმოვერთოთ მაგალითად აი პოკროვსკი რო ავიღოთ, ხო? აქ უკრაინელები არიან თავდაცვაში. პოკროვსკის შემთხვევაში როგორ ხდება, ანუ არის დიდი ტრასები, არის რკინიგზის კვანძები და ამ ქალაქის შიგნით რო ხდება მე დაგროვება და რაღაც დიდი საწყობების ორგანიზება, აქ უკრაინულ ჯარს დიდი რაღაცა დეფიციტი მომარაგების არ აქვს და აქ ამ ყველაფრის მოტანა უფრო რთულია და რუსები, რომლებიც აი სადღაც ტრიალ მინდორში ზიან და ვიღაცას პიკაპით უწევს სადღაც ზურგიდან მაგალითად აი ხო სელიდოვოდან რაღაც დაჯდა პიკაპზე წამოვიდა ამ გზით სადღაც თავში ეცემა უკრაინული FPV დრონები და სადღაც ტრიალ მინდორში ან რაღაცა სახლის სარდაფში მე ხელით უნდა გადაცალოს ეს ყველაფერი ხო ანუ აქ რუსები რახან შეტევაში არიან მათ აქვთ ეგ ლოჯისტიკური წნეხი და უკრაინელებმა იქ კურსკში თავისი თავი ჩაიგდეს იგივე მდგომარეობაში და როცა ცოცხალი ძალის დეფიციტი გაქვს და როცა შენ უფრო ნაკლები ჯარი ყავს და მთელ ძირითად დამრტყმელ ესეთ ელიტურ ბრიგადებს ჩაწვა უბრალოდ აი რაღაცა პატარა ქალაქი აი მთელი სუჯა რაც არის მთავარი მონაპოვარი უკრაინელების და რომელსაც ახლა დაკარგავენ რო ნახოთ აი მასშტაბი რა ანუ რამდენი ქუჩაა საერთოდ მთელ ამ ქალაქში აი ეს არის მთელი შედეგი მისი ხო რაც დაიდო ზელენსკის მაგავანტიური და ეს ხდება იმ ფონზე შეიძლება რუსების აჩქარებაც ალბათ დაკავშირებული იმასთან რომ მოლაპარაკებების რაუნდები მიმდინარეობს და რადგან რუსები ამით ახლა უფრო იმყარებენ თავის პოზიციებს მოლაპარაკებებს. კი, თუ ტრამპს გამოვიდა მოლაპარაკების მაგიდაზე ზელენსკის და პუტინის ერთად დასმა, ზელენსკი ვეღარ იტყვის, რომ ვაჭრობის ფარგლებში მე აგერ კურსკის ოლქის მიწას ჩამოვდივარ ჩემი მხრიდან, აი კარტები ხელში არ გიჭირავსო, ტრამპი რო ეუბნებოდა, ერთ-ერთი აი რაღაცა კარტის მსგავსი თუ რამე შეიძლება ყოფილიყო, რომ აგერ აი კურსკს გიცვლი, არ ვიცი რაღაცაში. და არა მარტო იყედგება რომ ნუ რა აზრი აქვს ახლა თქვენ ომის გაგრძელებას თქვენგან აგებთ აგერ კურსკით დაკარგეთ ხო